მეგახლავართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის დავით გორგილაძის ინტერესების დამცველი ადვოკატი. სურვილი გვაქვს ირაკლი შავაძე, სურვილი გვაქვს გავაკეთოთ განცხადება, განცხადების გაკეთების შემდგომ თუ კი იქნება ჟურნალისტების მხრიდან დასმული კითხვები, ჩვენ მზადა ვართ გავცეთ ამ კითხვებს პასუხი. საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და აჭარაში უდანაშაულო ადამიანების მიმართ ახორციელებს ტერორს. დაპატიმრების იძულებით ადამიანებს აიძულებენ აღიარონ არარსებული დანაშაული და მისცენ პროკურატურისათვის სასურველი ჩვენებები. დღეს მდგომარეობით აჭარაში ათეულობით ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, რომლებიც ბრალის წარდგენის სტადიაზე და ბრალდებულად პირველი დაკითხვისას მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას ესარგებლად ადვოკატის უფლებით. ფსიქოლოგიური ზეწოლის, უკანონო დაპატიმრების რეალური საშიშროების თავიდან აცილების მიზნით ბევრმა მათგანმა აღიარა არარსებული დანაშაული. ვინც არ აღიარა წარდგენილი ბრალი და არ მისცა პროკურატურისათვის სასურველი ჩვენება, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ ყოფნა ხელვაჩაურის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა დავით გორგილაძემ, მიუხედავად იმისა, რომ ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352 მუხლის პირველი ნაწილით სამსახურეობრივი გულგრილობა, რომლისთვისაც სასჯელის ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით თვითნებურად იქნა დაკავებული შემდგომ 2014 წლის 14 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობა დაბრალებული არსენ კალატოლიჟიშვილის მიერ თვითნებურად იქნა დაპატიმრებული. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი ზომის პატიმრობის მოთხოვნას ასაბუთებდა იმ გარემოებით, რომ ბრალდებულები არ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და არ აძლევენ პროკურატურისათვის სასურველ ჩვენებას. ყოველგვარი იძულება მიმართული საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ან ბრალის აღიარებისაკენ განიხილება როგორც ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა. საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ისევე როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობა დაბრალებულმა არსენ კალატოზიშვილმა გადააბიჯეს ფეხი საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მხოლოდ იმის გამო, რომ ბრალდებული არ აღიარებდა ბრალს და არ მისცა პროკურატურისათვის სასურველი ჩვენება, თვითნებურად დააკავეს, ხოლო შემდგომ თვითნებურად დააპატიმრეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის ქალი თანამშრომელი, რომელსაც ასევე ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ეს არის სამსახურეობრივი გულგრილობა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით. აღნიშნულ ქალბატონს ყავს 5 წლის დაავადებული ბავშვი. ეს ქალბატონი გახლავთ ეკატერინე ქარცივაძე. აღნიშნულით შებღალეს უდანაშაულო ქართველი ქალის და დედის პატივი, ღირსება და სიწმინდე. ჩვენ ვსაუბრობთ ორ მომენტზე. ერთი, რომ ქალბატონს რასაც ედავებიან, აბსოლუტურად არ არსებობს არანაირი დანაშაულის ნიშნები, არ არსებობს მტკიცებულებების დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, ჯერ ხაზს ვუსვამთ, რომ არის აბსოლუტურად უდანაშაულო და მეორე, არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ მოხდარიყო მისი დაკავება ან დაპატიმრება. მივმართავთ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, განსაკუთრებით ყოფილ ადვოკატებს და უფლებადამცველებს. გამოიყენენ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი და შესაბამის კომიტეტებში დაიბარონ საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი. ჩვენ მზადა ვართ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მივაწოდოთ პარლამენტს, შესაბამისად დეპუტატებს, ყველა ის მტკიცებულება, რითაც დადასტურდება ჩვენს მიერ განცხადებაში გაცხადებული ფაქტობრივი გარემოებები. მივმართავთ ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრს თხოვნით. დაინტერესდეს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელთა საქმით. იმდენად, რამდენადაც ეს უწყებრივად ექვემდებარება იუსტიციის სამსახურს, ეს სამსახური. ქალბატონ თეატრულუკიანს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამართლიანი სასამართლოთი უფლებით ისარგებლებდნენ ადამიანები, ამიტომ
ის ადამიანები, რომლებიც მის უწყებრივ დაქვემდებარებაში იყო, ხელოვნებაში გვაქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მაინტერესებს აქვს თუ არა უფლება ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და მე პირადად მზად ვარ მისი სურვილის შემთხვევაში. შევხვდე პირადად აუხსნა საქმის ვითარება და გადავცე შესაბამისი მტკიცებულებები, უტყუარი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება ჩვენს მიერ გაცხადებული ფაქტები. მივმართავთ ასევე საქართველოს სახალხო დამცველს, შეისწავლოს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის მასალები ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის კუთხით და მოახდინოს სათანადო რეაგირება. მე მინდა მივმართო ასევე საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობა დაბრალებულ მოსამართლეს არსენ კალატოზიშვილს. აჭარაში არავის უპატიოთ უდანაშაულო ქალის, ღირსების, ფეხქვეშ გატელვას, მის სრემლებს არავის ვაპატიებთ, არ იფიქრონ რომ მათ რაც გააკეთენ ეს შერჩად ან შერჩებად, ჩვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ იმისათვის რომ კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილი იყოს ეს ადამიანები, რომ სხვამ ვერასდროს გაბედოს უდანაშაულო ქართველი ქალის და დედის შეურაცხყოფა. რაც შეეხება ტერორთან დაკავშირებით. გუშინ გაიმართა ასევე სხდომა, რომელიც ამ საქმეებთან რატომღაც აკავშირებენ 7 პირის მიმართ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორი მოითხოვდა 10,000 ლარი გირაოს შეფარდებას. სასამართლომ მიიღო ამ შემთხვევაში მოსამართლე გახდათ ბატონი გიორგი არევაძე აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება და აღნიშნული პირები დატოვა ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე. მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია სასამართლოს სხდომის სოქმი, ჩანაწერები, სადაც სახელმწიფო ბრალდებელი იმუქრება, რომ კვლავ გააგრძელებენ ტერორს აჭარაში და კვლავ უამრავ ადამიანს არარსებულ დანაშაულებებზე წაუყენებენ ბრალს. რაც შეეხება თვითნებურ დაკავებასა და დაპატიმრებას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. ჩვენ ვაცხადებთ, რომ თვითნებურია იმდენად, რამდენადაც რომ მოსამართლეობა დაბრალებული მოსამართლის მიერ განჩინებაზე მხოლოდ ხელის მოწერა, რომ ეს ადამიანები დააპატიმრა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს დაპატიმრება იყო კანონიერი. ნებისმიერი დაკავება და დაპატიმრება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და ევროპულ კონვენციას. მე მინდა თვალსაჩინოებისათვის გაჩვენოთ სასამართლო მოსამართლეობა დაბრალებული არსენ კალატოზიშვილის განჩინება, სადაც 4 პირს შეუფარდა მან დაპატიმრება. ეს დოკუმენტები მე მინდა გადავცე პარლამენტს და ყველა დაინტერესებულ პირებს. ეს ერთი აბზაცი, მხოლოდ ერთი აბზაცი გახლავთ იმის დასაბუთება, თუ რატომ დააპატიმრა 4 ადამიანი. და არგუმენტი გახდათ ის, რომ ეს ადამიანები მუშაობდნენ საჯარო სამსახურში, შეხება ქონიათ სახელმწიფო დაწესებულებებთან, ამითაც აბუთებს და მოქალაქეებთან. ეს არის მარაზმი, ეს არის სირცხვილი და პირადად მე აუცილებლად მივმართავ საქართველოს იუსტიციის საბჭოს, რათა ამ ადამიანს შეუწყვიტონ მოსამართლის უფლება მოსილება, რადგან არ გააუბედუროს თავისი არაკომპეტენტურობით, უცოდინრობით ან მიზანმიმართული კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებებით ქალები, ოჯახები და ადამიანები. რაც შეეხება ამის შემდგომ 4 ადამიანის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიმართა 342 მუხლის პირველი ნაწილი, სამსახურეობრივი გულგრილობა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. ნებისმიერ ორგანოში კომპეტენტურ დონეზე ჩვენ მზადა ვართ დავასაბუთოთ აბსოლუტურად, რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულები და უფრო მეც გეტყვით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. სახელმწიფო ბრალდებელს სასამართლო პროცესზე დაუსვით კითხვა. თქვენ როგორც სახელმწიფო ბრალდებელი ხართ თუ არა იცოდეთ ვალდებული რა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა დაარღვია ჩვენი დაცვის ქვეშ ყოფებმა, რომლებიც ვალდებული იყვნენ შეესრულებინათ რაღაც მოქმედება და არ შეასრულეს. სახელმწიფო ბრალდებელმა აღნიშნულ კითხვას ვერ გასცა პასუხი და არსებობს ამის ელექტრონული დისკი სასამართლოს სხდომის სოქმის. ანუ მე ვსაუბრობ იმაზე, პროკურორი, რომელიც ბრალს უყენებს ადამიანებს სხვადასხვა ეპიზოდებით დანაშაულის ჩადენაში, ითხოვს მათ დაპატიმრებას და არ იცის პროკურორმა,
რომელიც სამართლებრივი ნორმა დაარღვია ამ ადამიანმა, რომლის მიხედვით რაღაც უნდა გააკეთებია და არ გააკეთა, არის თუ არა ეს სამსახურეობრივი გულგრილობა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება. მსგავს ნორმას ვერც დაასახელებდა იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ არ არსებობს მსგავსი სამართლებრივი ნორმა, რომელიც დაარღვიეს ამ ადამიანებმა, რაც იქნებოდა მათი ბრალის დამადასტურებელი გარემო. გეტყვით. არა, კი ბატონო. არა, 4 ერთად გაიმართა პროცესი, 3 შემდგომ გაიმართა პროცესი და თანაც რა არის, იცი, ამათი არაკომპეტენტურობა. მე მინდა საქართველოს პარლამენტის წევრებს, თუ ეს შეხვედრა შედგება და მე დარწმუნებული ვარ, რომ შედგება, 7 არის დაპატიმრებული. სამი ხო დააპატიმრეს კიდე. სამი წმოლებულები არის. ანუ გამგეობის დროს ხორები დროს სამი მათგანი გახლავთ სოფლის რწმუნებულები, ანუ ტერიტორიული ადგილობრივი ორგანოს, ანუ მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულები სოფლებში. სამი გახლავთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი, მათ შორის ერთი სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი ხელვაჩაურის, ერთი მოადგილე და ერთი ქალბატონი, რომელიც აბსოლუტ სპეციალისტი. და რაზე მინდა კიდე თქვენი ყურადღება გავამახვილო რა. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სასამართლოების პრაქტიკა არის შემდეგი. არათუ ნაკლებად მძიმე დანაშაულებებზე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზეც კი გამოიყენება გირავი. უფრო მეც გეტყვით. მთელი 9 წლიანი მმართველობის მანძილზე ნაციონალური მოძრაობის დროს უამრავი ქალი თანამშრომელი იკავებდა ძალიან მაღალ თანამდებობებს და მიუხედავად იმდენი უბედურებებისა, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა, არც ერთი მათგანის დაკავება არ მომხდარა 1 საათითაც კი. მე ამით იმას კი არ ვუსვამ ხაზს, რომ ვიღაც უნდა დაეკავებინათ. მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ რატომღაც ჩათვალეს, რომ ეს ქალბატონი მათი გაგებით იყო უპატრონო, სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით და გაბედეს, დაეკავებია და დაეპატიმრებიათ უდანაშაულო ადამიანი და მე მინდა ყველა მიცოდეს, რომ ამ ქალის ადვოკატი დღეიდან იქნება არა მარტო მისი ადვოკატები, არამედ ყველა ადვოკატი, ვინც საჭარაში ვარ, მათ შორის საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ყველა კეთილინების ადამიანი. და ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ამ ადამიანებს არ მოეთხოვებათ პასუხი და არ იქნებიან უკაცრესად დაჩინები. აი ბრალთან დაკავშირებით შეიძლება. კი, დათმო ადგილი. მე გახლავართ მე გახლავა ბრალდებულ დავით გორგილაძის ინტერესების დამცველი დღეიდან ვერთვები ამ ახორციელებთ მის ინტერესების დაცვას ამასთანავე გაცნობებთ რომ ვარ მისი ოჯახის წევრი მეუღლე და მიმაჩნია რომ ის რაც გაკეთდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ და ასევე დანარჩენების მიმართ ამ ეტაპზე პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და უსამართლო. მე მიმაჩნია რომ მათ მიმართ არ არსებობს ჩადენილ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა. რამე თუ ეხლა მინდა რომ მოკლედ აგიხსნათ რაში ზდებენ ბრალს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დავით გორგილაძე, ასევე მისი თანამშრომელი მოადგილე რომან ზოიძე და სპეციალისტი ეკატერინე ქარცილაძე ახდენდნენ სამსახურეობრივად უძრავი ქონების რეგისტრაციას. მათ ბრალი ედებათ იმაში, რომ სათანადოდ არ გადაამოწმეს წარდგენილი დოკუმენტები და ისე განახორციელეს უძრავი ქონების რეგისტრაცია. მე ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში წარდგენილი იქნა სარეგისტრაციო სამსახურში საკმარისი დოკუმენტები, რაც ამ მოქალაქეებს წარმოუშვებდა უფლებას, საკუთრების უფლებას მოთხოვნილ უძრავ ნივთზე. რამე თუ
წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში, ხელვაჩაურის ტერიტორიულ სამსახურში უფლების დამდგენი დოკუმენტი, საარქივო ცნობა, ასევე წარდგენილი იქნა ხაზველის მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზი და რწმუნებულის მიერ დადასტურებული ცნობა, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად იყო ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მარცომიერ მფლობელობაში გააჩნდა ამა თუ იმ ადამიანს და ასევე ის რომ იდენტური იყო სარეგისტრაციო აზომვით ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთი და ასევე საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთი. ამ შემთხვევაში უძრავ ქონებაზე განსხვავებით როცა ხდება რეგისტრაცია საცხოვრებელ ბინაზე, აქ ლაპარაკი არის მიწის ნაკვეთს რეგისტრაციის განხორციელებას. მზადდება სარეგისტრაციო სამსახური ამზადებს ორ დოკუმენტს, რომელსაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იურიდიული ძალა არ აქვს. ორივე დოკუმენტი გამოიცემა რეგისტრაციის დასრულებისთანავე და ამ ორივე დოკუმენტის ერთდროულად გამოცემის შემთხვევაში სრულდება რეგისტრაცია. ეს დოკუმენტები არის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელსაც აკეთებს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრატორები და მეორე დოკუმენტი არის საკადასტრო გეგმა. ხო, ანუ რაში ედებათ ბრალი? აი, რას აპირებს? მას ედავებიან იმაში, რომ ანუ კი ბატონო, ედავებიან იმაში, რომ მე რას ვაპროტესტებს და ამ შემთხვევაში რეგისტრატორს არ ქონდა შესაძლებლობა არ მოეხდინა უძრავი ქონების რეგისტრაცია. ვინაიდან საქართველოს კანონის საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად 25 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერ ჩვენ ვფიქრობთ ჩვენ მოთხოვნას მოგახსენებთ რომ დავით მოდებაძე მე მოგახსენებთ რომ მე წარმოადგენ დავით გორგილაძის ინტერესების დაცვას და ადვოკატი დავით მოდებაძე. მოგახსენებთ რომ 14 აპრილს ახლოთი ღონისძიება შეუფარდეს დავით გორგილაძეს პატიმრობა, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და ჩემმა კოლეგებმა ეს მოგახსენეს. არ არსებობდა არამედ ფაქტობრივი გარემოებები საერთოდ ამ დანაშაული არ იყო, არამედ ფორმალური საფუძვლებიც არ არსებობდა, არ შეიძლებოდა მის მიმართ გამოყენებულიყო პატიმრობა, ვინაიდან არ იყო დანაშაულის ნიშნები და საერთოდ შემადგენლობა არ იყო დანაშაულის. ჩვენ ვითხოვდით აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას, მაგრამ თუ მაინდამაინ იქნებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება გირაო შეფარდებოდა, მიუხედავად ამისა სასამართლომ არაკანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანა და შეუფარდა პატიმრობა. ეს გადაწყვეტილება ჩვენს მიერ იქნა გასაჩივრებული უკვე 16 აპრილს სააპელაციო სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში ჩვენ ვითხოვთ აღკვეთი ღონისძიების აი ამ განჩინების გაუქმებას. შესაბამისად ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილება რომელიც ჩემმა კოლეგამ მოგახსენათ რომ არის დაუსაბუთებელი არანაირი საფუძველი არ არსებობდა პატიმრობის გამოყენების გირაოს გამოყენებით საფუძველიც არ არსებობდა მაგრამ ამ შემთხვევაში პატიმრობის გამოყენება იყო აბსოლუტურად უკანონობა ამის სამართლებრივი საფუძველი მართლა არ არსებობდა ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი რომ წარმოებაში მიიღებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია თქვენ იცით რომ 72 საათი აქვს მას გადაწყვეტილების გამოსატანა და იმ ხარვეზებს და იმ უკანონო გადაწყვეტილებას რაც არის მიღებული გამოასწორებს დაუყოვნებლივ. შესაძლებელია ეს იყოს დღეს, შეიძლება ეს იყოს ხვალ, იმიტომ რომ ჩვენ 16-ში უკვე შევიტანეთ ეს გადაწყვეტილება. მოგესალმებით, მე ვარ რევაზ ფუტკარაძე, მოცემულ საქმეზე ვახორციელებ ხელვაჩაურის საჯარო რეესტრის თანამშრომლების რომან ზოიდისა და ეკატერინე ქარციევაძის დაცვის ფუნქციას. ერთი რამ მინდა განვაცხადო. ბრალის მიხედვით ამ თანამშრომლებს ბრალად ედებათ ის ფაქტი, რომ მათ არ გამოიკვლიეს ფაქტობრივი გარემოებები. ჩვენ
არ უნდა დაუშვათ პრეცედენტი იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული აქტის მიღება წარმოადგენს დანაშაულს. ეს არის ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსახილველი საქმე. ჩვენ ერთი რამ მინდა თქვა, საჯარო რეესტრის საქმიანობაში ბევრი კითხვები შეიძლება დაისვას. საჯარო რეესტრის თანამშრომლის მიერ მიღებული აქტი შეიძლება ბათილად გამოცხადდეს, მაგრამ ეს არის არა დანაშაული, არამედ ეს არის ჩვეულებრივი ქმედება და მინდა ხმამაღლა ვთქვა და მივმართო ქალბატონ თეას. ქალბატონო თეა, საჯარო რეესტრის კანონმდებლობა არის დასახვეწი და ჩვენ ნუ დავუშვებთ იმის პრეცედენტს, რომ მოვახდინოთ უკანონობა და პატიმრობაში დავტოვოთ უდანაშაულო პირები. უზენაესმა სასამართლომ გააკეთა ასეთი განმარტება, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომელი ვალდებულია გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში არ არის შესული შესაბამისი ცვლილებები. ამიტომ მოუწოდებ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი იურისტების მიერ და დაუხვეწოთ კანონმდებლობა. ამ შემთხვევაში მათი ქმედება არ შეიცავს დანაშაულს. რევაზ ფუტკარაძე. ორი სიტყვა არ შეიძლება რომ მაინც ერთი თვითონ მაშინ მონიტორინგი მოდი ერთი მე გახლავთ ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი ლელა ბჟალავა, რომელიც ამ პროცესებზე განხორციელებს მონიტორინგს, რომელიც მუშაობს გენდერულ თემებზე და მოგახსენებთ, რომ განხორციელდა უკანონო დაპატიმრება საჯარო რეესტრის თანამშრომლების და მე მოუწოდებ სახალხო დამცველის აპარატს, ასევე იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიას და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც გენდერულ პროგრამებზე მუშაობენ, რადგან სასამართლომ შელახა ქალის უფლებები. ახალგაზრდა ქალის უფლება, რომელიც აღნიშნულ ქალბატონს 4 წლის ბავშვი ყავს, ავად, რომელიც გირაო არ შეუფარდა და ნაკლებ მძიმე დანაშაულზე გამოიყენა პატიმრობა. მე მოუწოდებ ყველას ამის წინააღმდეგ გააკეთონ რეაგირება, რადგან ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რომ კიდევ არ განხორციელდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ ამისათვის მზად და დავიცვათ აღნიშნული ქალბატონი, რომელიც ციხეში ეხლა შიმშილობს და ალბათ მისი მდგომარეობა იქნება ძალიან მძიმე და კრიტიკული.